ვიდე, მაგრამ მოდი ჩვენი ხანის კონტენტ ეს ტერიტორია არ გაუყიდოს ამ სახეთში. არ შეიძლება ამის სახელი. მოვიდა ჩვენთან ინფორმაცია, რომ ამ ტერიტორიის გასხვისება სხვა დანიშნულებისათვის უნდოდა. ჩვენ დავაზუსტეთ ეს და შესაბამისად ცივილური წესით საზოგადოების სახელით მივმართეთ ყველა ორგანოს, ყველა სამინისტროს და პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, რომ ამ ტერიტორიის გასხვისება შეჩერებული. ჩვენ გარკვეულწილად მივიღეთ სამინისტროებიდან პასუხები, მივიღეთ კულტურის სამინისტროდან, მივიღეთ რეგიონული მართვის სამინისტროდან, მივიღეთ კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარისაგან, შესაბამისად კიდევ იმ რეგიონალური მართვის კომიტეტი არსებობს იმასთან პარლამენტთან უღათი წერილები, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხი ეკონომიკის სამინისტროდან, მისი შესაბამისი სამსახურებიდან, სადაც გაგზავნილია ეს წერილები დაახლოებით 1 თვეზე მეტი. პირველ რიგში ურნის მადლობა მინდა მოახსენო საზოგადოებას, რომელიც შეწუხდა მოვიდა გაინტერესდა. ჩვენ გვახსოვს ყველა შორის წალენჯიხაში კულტურული მოძრაობა მაღალ დონეზე იყო. ჩვენ არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ ეს, მინდა სტუმრებმაც იცოდნენ, რომ შესანიშნავი სპექტაკლები იდგმებოდა პლატონის დოჯიშანავას, კარლო კალანდიას, რომელიც 40 წლის განმავლობაში რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. დაახლოებით 50 წლის განმავლობაში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. შენი პრეროგატივა არ იყო მიწის გაყიდვა და გადაუგზავნე ეკონომიკის სამინისტროს. რომ მივიდეს ეს ინვესტორი და რო თქვა, რომ ალეჯრის ხელისუფლებას და მივედი, ინვესტიცია მინდოდა ჩამედო, სადღაც 2 მილიონი თუ 3 მილიონი და ამათ ხო არ ამოიღოს, ხელი არ შემიწყოს არაფერში რომ ამაზე ჩვენ არ გაძლევთ კომენტარს. ჯანჯღავასთან როგორი ურთიერთობა? როგორც ყველა წალენჯიხელ მოქალაქესთან. და საათ ქონდა თქვენ შეხვედრა ჯანჯღავასთან? ჩვენთან კაბინეტში. და რასთან დაკავშირებით ილაპარაკეთ? არაფერსთან დაკავშირებით განცხადებით შემოვიდა და მოგვაწოდა თავის წინადადებით. თქვენს ინტერესებში რადო შედის სასტუმროებში? ჩვენს ინტერესებში შედის ხალხის დასაქმება. და რომელი დაასაქმეთ? ვინ დაასაქმეთ? თუ შეიძლება ვინ დაასაქმეთ? ასე ვინ დავასაქმეთ? აქამდე ანუ სასტუმრომდე ვინ დაასაქმეთ? გამომიტანოთ. ჩვენ არავის არ ვასაქმებთ. ჩვენ სამუშაო ადგილების შექმნაზე უწყობთ ხელს. ჟურნალისტური ეთიკა უნდა დაიცვა, შეუძლებელია, მოაღწია. და თქვენ რომელი ეთიკას იცავთ? წადით, თქვენ იცავთ საერთოდ ეთიკას? ყველანაირ, რაც საჯარო მოხელე შეეხება. ეს არის სასტუმრო უნდა იყოს. ნახა, ამას ორი ხედი აქვს და იმიტომ ვერ უდგება სხვა ადგილს. ნახა, აქ 20 წლის განმავლობაში არაფერი არ აშენებული, აშენდება კომპლექსია 1000 რაღაც. აქ სასტუმრო არ არის, აქ არის საკონფერენციო დარბაზი არის 200 კაციანი, თავისი ფიტნეს კლუბით, ბასეინი, გამოსახებელი და ამას აშენებს ინვესტორი? კი. შოთა ჯანჯღავა. აქვს სურვილი, რომ ეს თუ ვიკიდის ამიტოს გააკეთებს, თან აქედან მესამე სართულიდან გამორჩება იქეთ კავკასიელი და ზემოთ იქნება ყავის დასალი. შორს გამოიწიეთ ეს.